დავიწყოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით. რა მოლოდინები არსებობს, იმიტომ რომ საერთაშორისო მედიაში არაერთგვაროვანი მასალები ქვეყნდება ამ დროისთვის. მოგესალმებით. ერთ-ერთი ყველაზე უფრო დრამატული სიტუაცია თუ როდისმე შექმნილა ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ახლა არის, იმიტომ რომ ეს ძაბულობა გარკვეულწილად გავს, დახურულ სივრცეში ორთქლი რო გროვდება და მერე რაღაც მომენტში რო უკვე ვეღარ იტევს ის სივრცე და უნდა აფეთქდეს რომ დაიცალოს. ახლა ასეთი სიტუაცია არის ახლო აღმოსავლეთში შექმნილი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 7 ოქტომბერს მოხდა თავდასხმა ისრაელზე და რომელიც ერთის მხრივ გრძელდება, ის არსად არ წასულა. დიდი სურათს რო შევხედოთ, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება, ხშირად ამას მესამე მსოფლიო ომათაც მოიხსენიებენ, სახელს არ აქვს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა, თეორიულად მაგაზე შეიძლება დავა, მაგრამ ცხადია რომ რუსეთს აწყობდა ეს ამბავი, ჯერ კიდევ გამოსაძიებელია 7 ოქტომბრის თავდასხმა ის მიერ იყო წაქეზებული და როგორ იყო და ალბათ დროთა განმავლობაში ეს გაირკვევა, მაგრამ ხადია რომ ეს ესკალაციის ეს ეტაპი დაიწყო 7 ოქტომბერს, რომელსაც მოყვა ოპერაცია ღაზა სექტორში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს და რომელსაც მოყვა ჰეზბოლას გააქტიურება, ისევე ჰუსიტების და სხვა პროირანული ძალების გააქტიურება, მერე აპრილის თვეში იყო მოგეხსენებათ ირანის პირველი პირდაპირი შეტევა ისრაელზე და ახლა როდესაც ისრაელმა დაიწყო ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერთა ლიკვიდაცია, ამ სერიაში მოყვა ჰამასის ლიდერიც თეირანში და ახლა ირანი ამას მიიჩნევს როგორც გაწმილ სილას, რომელზეც მან შური უნდა იძიოს თავის გადმოსახედიდან და ახლო აღმოსავლეთში ეს პატივმოყვარეობის ამბავი არის და პრესტიჟის ამბავი არის და დიდი ალბათობით ირანი მიიტან შეტევას ისრაელზე, ოღონდ იქნება თუ არა ეს დიდი ომი დამოკიდებულია ამ პასუხზე, იქნება ეს მოზომილი და პატარა, თუ იქნება ეს დიდი და რომელსაც შეიძლება დიდი ესკალაცია მოყვეს, იმიტომ რომ ისრაელი ემზადება არა მხოლოდ თავდასაცველად, არამედ პასუხისთვისაც და ამ იმპოქში შეიძლება რომ ვერ მოხდეს მოზომვა ძალის ერთი ან მეორეს მხრიდან და რასაც დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. მაინც ყველაფერი დამოკიდებულია ირანზე, მის ნაბიჯებზე. აპრილში თუ ირანმა წინასწარ გააფრთხილა საუდის არაბეთის სახით, ჯერ საუდის არაბეთი გააფრთხილა და საუდის არაბეთმა ამერიკელები და ისრაელი გააფრთხილა. ახლა ასეთი გაფრთხილება არ არის, ანუ ზუსტი დრო უთხრა, როდის იქნებოდა თავდასხმა. ახლა ასეთი რამ არ არის, ახლა უფრო სერიოზულად, გაცილებით სერიოზულად საქმე. ნახოთ რა იქნება. კვანძი გახსნისკენ მიდის, ოღონდ ეს გახსნა შეიძლება თვეები გაგრძელდეს, იმიტომ რომ თუ დაიწყოს არაკეტო შეტევები, ირანის მოკავშირეებს აქვს პოტენციალი, რომ ეს გაგრძელდეს არა დღეების, არამედ კვირების და თვეების განმავლობაში, ფედველობაში. მაქვს საჰაერო შეტევები, როგორც დრონებით, ისე რაკეტებით. რაკეტებით სხვადასხვა სახეობისაა და კალიბრის მოგეხსენებათ და ეს გაცილებით სერიოზული ამბავი შეიძლება იყოს ისრაელთან ერთად. ირანმა გაუსვა 170 უპილოტო საფრენის საშუალება, 30 ფრთოსანი რაკეტა და როგორც მინიმუმ 110 ბალისტიკური რაკეტა. როგორც ჩანს, ეს არაფერი უფრო მეტი რაც გააჩნია ჰეზბოლას, რომელიც ირანის ერთ-ერთი პროქსი არის და ლიბანში მოქმედებს, ლიბანის არმიაზე უფრო ძლიერი სერიოზული შეიარაღება აქვს და იმაზე უფრო ძლიერი ძალა აქვს ლიბანზე. არა მხოლოდ ლიბანზე, ბევრ ნატოს წევრ ქვეყანაზე უფრო დიდი ძალა არის. მხოლოდ მებრძოლთა რაოდენობას რომ შევხედოთ, 100,000 მებრძოლი ყავს ჰეზბოლას, კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი და მოტივირებული, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ანუ დუხს ახლა ახლო აღმოსავლეთი ძალიან ბევრი სხვადასხვა სცენარზე არის საუბარი. იქნება ეს ირანის შეტევა, ირანის და მისი მოკავშირეების კომბინირებული შეტევა ისრაელზე და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ვარიანტია. ამასაც თვითონ ირანის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, როგორი იქნება ეს შეტევა.
ზურა, ჩვენზე როგორ შეიძლება ეს აისახოს? ანუ რამდენად არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს დუღილი გამოწვევა? ჩვენზე უკვე აისახა, სანამ ზუსტად რამდენიმე საათით ადრე ჰეზბოლას ლიდერს სანამ ლიკვიდაციას მოახდენდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულ ადამიანთან ერთად პოზირებდა და იქ ისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და მეორე დღეს შეწყდა ამერიკიდან დახმარება 95 მილიონიანი დოლარის დახმარება მაქვს ხედელობაში. ანუ აქ ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას წოდებულნი მოქმედებდნენ პირდაპირ რუსეთის მითითებით, იმიტომ რომ დემონსტრაციულად აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი არის არადასავლურ და არაცივილიზებულ სამყაროში და რომ მისი ადგილი არის თითქოს და ხამასის გავს ორგანიზაციების გვერდით ეს ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქაა და სამარცხვინო მომენტია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, საქართველოს ისტორიაში. იმედია ამ ლაქას ჩამოვირეცხოთ ყველანი ერთად 26 ოქტომბერს. ეს მხოლოდ ერთი საკითხი არის, უამრავი სცენარი შეიძლება იყოს, მათ შორის დიდი ომის შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ერთმა ან მეორე მხარემ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ამ რეგიონში ვართ და გეოგრაფიას ვერ შევცვლით. არაა გამორიცხული, რომ ტოლვილთა ნაკადები წარმოიშვას, ტოლვილთა ნაკადები ახლა ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობს 9 მილიარდი ადამიანი, 9 მილიარდი ადამიანიდან 1%-იც რო ტოლვილად იქცეს, ეს უკვე მილიონობით ადამიანია და ჩვენნაირ ქვეყანას, სადაც არც შეიარაღებული ძალები ყავს, წესიერად მოწყობილი არც თავდაცვა და თან დასავლეთს ვერ ჭით ხო პირიქით რჩებით დაუცველი ძალიან სულ სიტუაციაში რჩებით. მე არ მგონია რომ საქართველოს ხელისუფლება წოდებულნი ამ რისკებს თვლიდნენ და ამაზე იყვნენ ორიენტირებული, ისინი სულ სხვა დარდები აწუხებთ და სულ სხვა საკითხებით არიან სამწუხაროდ დაკავებულები. კეთილი ზურა, ძალიან დიდი მადლობა თქვენისთვის და წარმატებები.